მოგესალმებით, მეგახლავთ გიორგი დარასელია და აი რაღაცნაირად საგანგებო ეთერს ვიწყებთ, იმიტომ რომ ეხლა იყო ჩემი საათი არის 1 საათის შემდგომ, ეხლა უნდა ყოფილიყო პატრიარქია საათი, მაგრამ პატრიარქს ახაც შეეხება დღევანდელი დღე, ურთულესი დღე, აი ალბათ ესეთი მძიმე დღეები იშვიათად თენდება საქართველოში და ეს ადამიანი, რომელიც აი საქართველოს ხვიცავს მასთან ერთად მინდა რომ კარგად იყოს და ზარებ შემოვიყვან აუცილებლად დღეს ეს და ამ ეთერს მარტო წავიყვან, შემდგომში შემოგვიერთდება მამა დავით ციცქიშვილი და ადამიანი აი როგორ ცხოვრობს, უბრალოდ ნახეთ რამხელა გარდა იმისა რომ ძალიან დიდი ღვაწლი აქვს, ხო? როგორ ცხოვრობს, რომ აი ჯერ ნახევარი საქართველოს მირეკავს იმაზე, რომ როგორ არის უწმინდესი და როგორ წუხან. აი ესე უნდა ვიცხოვროთ ადამიანებმა და ბოლო დროის ინფორმაციას გაგაცნობთ მე რაც არის ის არის რომ სისხდენა შეუჩერდა საბედნიეროდ ყველაფერს აკეთებს სამედიცინო პერსონალი იმისათვის რომ იყოს კარგად რეანიმაციაში იმყოფება რა თქმა უნდა სტაბილურად მძიმედ არის და აუცილებლად საქართველოს ჭირდება პატრიარქი არის ის ადამიანი რომელმაც საქართველოსთვის გადადო ეს ყველაფერი თავისი თავიდან და თავის ოჯახით და ყველაფერი გადადებული აქვს და რაც საქართველოსთვის პატრიარქს გაუკეთებია აი ამდენი რაღაც არც ერთ მოღვაწეს არ გაუკეთებია თან აი ამ პერიოდში მით უმეტეს რა და მერთო ჩვენ მოიხსენიოთ ესეთი ლოცვა-კურთხევაც არის რომ ყველას ვისაც შეიგიძლიათ რომ მოიხსენიოთ უწმინდესი რომ კარგად ყავდეს იმიტომ რომ ეს ადამიანი არის დღევანდელი დღე საქართველოსში თუ რამე კაი ხდება ეს არის ის რომ ჩვენის კათოლიკოს პატრიარქი ყავს და ძალიან ბევრ რამეს აკეთებს ეს ადამიანი რო არ იყოს ვერც კი წარმოგვიდგენია უბრალოდ საქართველოში რა მოხდებოდა რა საქართველოს ყავს მართლა მფარველი ესეთი პიროვნება რომლის გამოც ღმერთმა მიუხედავად იმისა რომ აი ამდენს რაღაცნაირად ცუდად ვიქცევით 1000 პრობლემა 1000 სიძულვილი 1000 სიზღი ხო აი მის გამო ღმერთმა არ იბრუნა ჩვენგან პირი და სულ არის ჩვენთან და ძალიან ბევრი რამ აქვს გაკეთებული აი ელემენტარული თუ გინდათ ჩამოგითვლით რამოდენიმე რაღაცას თქვენც თუ შეგიძლიათ ზარები იქნება აუცილებლად და პატრიარქს ის იქით არ ვისაუბროთ უბრალოდ მიუძღვნათ დღევანდელი ეს გადაცემა უწმინდეს და წარმოიდგინეთ აი პატრიარქმა რა გააკეთა რომ ელემენტარული ნებისმიერ რეგიონში უცხოეთში ემიგრაციაში ჩვენაერ ქვეყანას ყავს სასულიერო პირი რომელიც წარმოიდგინეთ აი დიდ ქვეყნებს ელჩებიც არ ყავს ზოგს წარმოიდგინე ისეთ ქვეყნებშიც კი ქართველი სასულიერო პირები არის პატრიარქი რო ეკურთხა მაშინ ათეულობით სასულიერო პირი იყო წარმოიდგინეთ და დღეს საქართველოში არის 3000 სამდე სასულიერო მოქმედი ანუ ხარისხში ვინც არის ევისაც შეუძლია რომ წესი ააგოს სახლი აკურთხოს აზიაროს ესეთი მღვდელი და იმის იქით კიდე ბერები არიან 10000-მდე წარმოიდგინეთ. აი ეს გააკეთა ჩვენმა უწმინდესმა. ის გააკეთა კიდე რომ წარმოიდგინეთ მისი ცხოვრების მანძილზე აი ამ მესამე ბავშვის ნათლობებით ალბათ აი 10000-ობით ბავშვი დაიბადა და შემატა საქართველოს. პატრიარქის დროს კიდე წარმოიდგინეთ ელემენტარული მისი ზრუნვა რა არის რომ მე შევესწარი ამ ყველაფერს რომ გვარის დალოცვა რომ შეადგინა ეს წესი და შექმნა და ეხა ნახეთ აი გვარის დალოცვაში მან რამხელა სიბძნე ჩადო უბრალოდ ნახეთ ეხა ის საგვარეულო დალოცვები რო არის ეს ხატის ტარებები რო არის ის რო არის რომ წარმოიდგინეთ ესეთი სიტუაციაა რომ აი მე მაგალითად ჩემი მოგვარე ვარ მყავს ვიღაცა ადვოკატი ვიღაცას ყავს იქ პედაგოგი ვიღაცა არის პოლიციელი ხო ვიღაცა გაჭირვებული ეს სხვაზე მაგას მნიშვნელობა არ აქვს წარმოიდგინეთ ეს ერთად ჩვენ რო ერთმანეთს გავიცნობთ ერთმანეთთან აი ეს შედგენილი ხატი რო დაგვაქვს ჩვენი საგვარეულო ეს მიმოსვლა რო გვაქვს და ნაცნობობა უკვე რაღაცნაირად ვალდებულება არის უკვე ის რო სიტყვაზე მე რო დამჭირდება პედაგოგი შენ რაღაც შეღავათი გამიკეთო ის და აი აქ წარმოიდგინეთ ამხელა სიბძნე ჩადო რა უბრალოდ ეხა აი წარმოიდგინეთ რომ ერთმანეთს ეხმარებიან ეს ადამიანები იმიტომ რომ აი ეს შექმნა უწმინდესმა რა ადამიანები წარმოიდგინეთ ერთმანეთს არ იცნობდნენ საერთოდ ერთმანეთს დააკავშირა და მიზანი რა არისო ხალხი ეკითხებოდა იმიტომ რომ ხო შეიძლება ისე დალოცო არაო ესენი ერთმანეთთან მიმოსვლა რო იქნებათო ესენი ხო ვერასოდეს ვერ გაიმეტებენ ერთმანეთს ყოველთვის დაიხმარებიან ერთმანეთს როგორია ხო აი წარმოიდგინეთ აი რამხელა სუკრავს პატრიარქი ამ ხალხს კრავს და
ისეთი სიტუაციაა, რომ წარმოიდგინეთ ახლა აი ბოლო დროის მანძილზე ჩვენ როგორ ვიშლებით რაღაცნაირად და პატრიარქი სულ ცდილობს ამას და აი ამიტომ არის, აი ვისაც უწმინდესი გვიყვარს, მე ამას აუცილებლად ახლა არ შემოუშვებ, არ ვალოდინებ და შემდგომ კიდე განვაგრძობ ამ თემას. გისმენთ? რა ცოცხლოს ეს აუფერმა ცოცხლოს. დიდი მადლობა. ეს მა ცოცხლოს, მაგას იმედი გვაქვს, იმედი გვაქვს, დიდი იმედი გვაქვს. დიდი იმედი გვაქვს ჩვენსა. Trebuie să avem rota magă susținut ხალხში. ითხოვს ცოცხლოს პატრიარქს. ძალიან დიდი მადლობა. აი უღრმესი მადლობა წარმოიდგინეთ აი ადამიანი რეკავს და ესეთ ურთულესი პერიოდი დაუდგება საქართველოს თუ ჩვენი უწმინდესი და უნეტარესი რაღაცნაირად იქნება რთულად და აი ვერც კი წარმომიდგენია საქართველოს მის გარეშე ერთადერთი პიროვნება აი რამდენი გამოჩენილი სპორტსმენი ყავს რაღაცა ყველა აბსოლუტურად ვინც არიან ხო სიტყვაზე წარმატებული ადამიანები არავინ არ ასოცირდება საქართველოსთან აი პატრიარქი კიდე ის პიროვნება რომელიც ასოცირდება ილია მეორეს რო იტყვი ეგრევე ამბობენ ასოცირდება საქართველოსთან და ჯერ ამ ხელაზე მოწყალია და მე ამ თემას კიდე განვაგრძობ ზარს უპასუხებ კიდე თუ შეიძლება გისმენთ Алло. დიახ გისმენთ. მე ვფიქრობ, ეს სულიერინო. ძალიან განსხვავებული საქართველოს. კარგად იყოს. სულჭირდება, ეს სულჭირდება. ისეთი პატრიარქია საქართველოს ასეთი ადამიანი. მე ვფიქრობ, ეს ჯანმრთელად. მე ვთხოვ, ფიქრობდეთ, რომ სულ მან გამოგიჯამწროს. ძალიან განსხვავებული. დიდი მადლობა. ძალიან დიდი მადლობა და მე შემდგომ როგორი ის აქვს რომ უწმინდეს ახლა რამდენი რაღაცა აქვს ისეთი გაკეთებული რომ წარმოიდგინეთ რომ ჯერ აერთიანებს ძალიან მოწყალე ადამიანია რა ძალიან დიდი და ზარები არ წყდება აბსოლუტურად კარგით მივიღოთ ზარები და გისმენთ ანუ გამარჯობათ გამარჯობათ მე თვითონ ცოცხლოს ჩვენი პატრიარქი ელი ოჯახი ულოცულობს და თელი საქართველოს ულოცულობს მე თვითონ შესახებ და წვალ თუ კარგად ყოფნა ჯანმრთელობას უსურვებთ დიდი მადლობა ძალიან დიდი მადლობა მართლა ეს პიროვნება არის რომ საქართველოს პატრიარქი რო არ ყავდეს საქართველოს საერთოდ არც ვიქნებოდით ამ მდგომარეობაშიც ვერ ვიქნებოდით რა რომ აი რამხელა რაღაც გააკეთა რომ ელემენტარული აი არც ერთი ტურისტი არ ჩამოსულა საქართველოში ვისაც პატრიარქის ნამოღვაწარით არ აი როგორ თქვა არ იმაშვები რა ქვია არ იწონებ თავს მის წინაშე რომ აი პატრიარქმა რო გააკეთა იქ მცხეთაში ჩადიხარ იქ რამდენი ტაძრები აღადგინა რომ მოვიდა 2-3 ტაძარი იყო მოქმედი რომელშიც რაღაცა მორიგეობით შეიძლებოდა წირვა წარმოიდგინდა დღეს ათასობით ტაძარში ათასობით ადამიანი როგორ შვებას ნახულობს და ეს არის მისი უწმინდესობის დამსახურება და ძალიან რთული პერიოდები გამოიარა თან მანაც აი აქ მოსასვლელად და ესეც აისახა ამ ჯანმრთელობაზე და ამ ყველაფერზე და თუ შეიძლება კიდე ზარი არის გისმენთ Алло. გისმენთ დიახ გამარჯობათ გაგიმარჯობ ფაქტიურად დღეს თელი დღე მკვდარი ვარ ღმერთმა კარგად გვიმყოფოს ჩვენი პატრიარქი დიდხანს სიცოცხლე და ჯანმრთელობა და იმ კლავიატურის ვირთხებს მინდა უთხრა ფეხის მსხილად არ ღიქათ პატრიარქის ფეხის მსხილად თქვი აკაც უკებოდა ფსიქიკა გარღვეულო ხალხო ნაცვლად თქვი მათ თავისი გაჭირვებიათ ალბათ და იცით რა არის ადამიანი რომ დაინახო დიდი უნდა იყო და დიდ ადამიანებს პატარა ადამიანები ვერ დაინახავენ ვერასოდეს და არ გეწყინოთ თქვენც არასოდეს არაფერი არ არის გვიან იქნება დრო იმისა რომ დაინახავენ აუცილებლად მაგათ სოდავები არიან საცოდავები არიან საქართველოში ცხოვრობდე და შეიძლება რაღაც პოლიტიკური მიმართულება მოგწონდეს ან პოლიტიკოსი ვიღაცა და მას ნაკლს ვერ უძებნიდე და პატრიარქი არ გიყვარდეს და პატრიარქს უძებნიდე ეს ხო აი სამარცხვინოა და უსამართლობაა ხო პირველ რიგში თუ შეიძლება ზარი არის ეთეში გისმენთ გისმენთ ჩემო ბატონო საღამო მშვიდობა გამარჯობა შემოგიყვება დიდად ბედნიერი ვარ ყველჩინათ რო იყო გამოსვლა იქნებ მეგონა რომ ილია მეორე აღარამ ოთხიდან გული გამისდა მე თეატრელი გოგო ვარ ახალგაზრდა მოვედი გურულები რძლა და მთელი ჩემი გვარი
დილაგი გავა ქრისტიანე აი ისე მიყვარ ისე წამს ისე ჯერა რომ 76-ში ვარ და მარხულო წარმოიდგინეთ ისე წამს ღმერთო დიდებულო ილია იყოს ქრისტიანული ცხოვრება ქართველებო შეხვედეთ ღმერთს შევედროთ რომ ილიამ კიდე იცოცხლოს რამდენი ციცოცხლა გენაცვალეთ დიდი მადლობა მე ვფიქრობ რომ საქართველოს გადმოხედავს ღმერთი და არ დააობლებს აი მართლა აი ყველაზე შესაბამისი სიტყვა არის ეს რომ აი მართლა საქართველოს დააობლდება ეს ადამიანი რო არ იყოს და იქნება აუცილებლად ზუსტად ვიცი ეს გარდაუვალი არის უბრალოდ ღმერთი ესე არ გაგწირავს რა კი არ ვართ ღირსი ესეთი პატრიარქისა და ესეთი ადამიანი რო საქართველოსია იმიტომ რომ იმდენად ჩვენი საქციელი არ შეესაბამება მის შვილობას იმიტომ რომ ის როგორი არის იცით ძალიან მოწყალე საერთოდ სხვანაირი არის და ჩვენ კიდე რაღაცნაირად ერთმანეთს გამეტებლები რაღაცა და ზარი არის ეთერში თუ შეიძლება ისმენთ ბატონო გიორგი ყველამ ხმა შეგული პეტროვი გამოდის მარტო საქართველოს კი არა ღმერთმა დაგვიფაროს მსოფლიო დაუბრუნდება ყველა ნორმალური ადამიანი ღმერთმა დაგვიფაროს ღმერთმა გამოცნოს და გამოგიჯამწელოს და ესე დაგვიფაროს იმპერატორი როგორც ჩვენ გულებს ეხატება ენაცვალეთ მადლობა ძალიან დიდი აუცილებლად იქნება ყველაფერი კარგად ვფიქრობ აი ძალიან რთული პერიოდი არის თან ისედაც და ყველაზე საჭირო როცა არის რაღაცნაირად მაშინ ხდება ისო რაღაცნაირად თუ ისჯები და თან წარმოიდგინეთ ხა ადამიანები რაღაცებს შეიძლება აერიდონ რა და აი რა რთული პერიოდი მოდის რომ ამის არიდებას ცდილობს პატრიარქს ხო წარმოიდგინეთ ხა რა პერიოდი დგება რა უბრალოდ და ღმერთმა არქნას რომ უპატრიარქოდ შევხვდეთ ამ პერიოდს იმიტომ რომ პატრიარქთან ერთად რა რთული იქნება ზუსტად ვიცი და პატრიარქის გარეშე წარმოიდგინეთ ზარი არის ეთერში კიდე განაჩვენოთ მოგესალმებით დიახ რა თქმა უნდა ღმერთმა თქოს რომ მალე გამოგიჯამწელოს და დაგვიბოლოს ჩვენი ტკბილი მოხუცი პატრიარქი რომელიც არამხოლოდ ქართველებს მსოფლიოში ძალიან უყვართ ყველა ნორმალურ ადამიანს ქრისტიანს და არაქრისტიანსაც იმედი გვაქვს რომ აუცილებლად დაგვიბოლდება გამოჯამრთელებული მაგით ლოცვა ამხელა მსოფლიო ომს აჩერებს ღმერთი არ დაგვაუბრებს იმედი გვაქვს ჩვენ მხოლოდ უნდა ვილოცოთ კი აუცილებლად და უნდა გამოვხიზდეთ რაც თავარია რაღაცნაირად ისეთი ის არის რომ თვითონ რაღაცნაირად ისეთი მოწყალი არის რომ აი ყველაზე უკანასკნელი მტრის სახელსაც იწერდა ხოლმე წარმოიდგინეთ ეს ჩაწერდა და იხსენიებდა ხოლმე და სულ გვიკვირდა ხოლმე რატო ჩაიწერა რა ეს სახელი რა და იმიტომ კი არ იწერდაო რაღაცა დაემახსოვრებინა სამაგერო გადაიხადა რომ მოიხსენიებინა წარმოიდგინეთ რა აი ესეთი დონის ადამიანი ყავს გისმენთ ზარი არის ეთერში გამარჯობათ მე თქვენი ხენძინა კი არის მის კარგად ცხეთიდან იავანე მიჩა მე თქვენი სამწუხაროდ არის მის სამწუხაროდ თან ტელევიზორს მოცილი თან ხო და ძალიან ბევრი ადამიანი ყავს თან გადარჩენილი რა სიცოცხლესაც და ისედაც აი ყოველთვის რაღაცნაირად სხვანაირად უყურებდა ადამიანს მისთვის იყო აი რასაც აი მთელი ცხოვრება უნდა ჩვენ უნდა ვნატრობდეთ რომ ეგეთები ვიყოთ წარმოიდგინეთ ეხლა როგორი ადამიანი იყო რომ ადამიანს მტერი არ ყავდა ოღონდ თავის მხრიდან რა თვითონ მტრად არავის არ აღიქვავდა აბსოლუტურად თვითონ აღიქვავდა ყველას აი შეუნდე რათა არიციან რა სჭადიან მეტი არაფერი აი არასოდეს მე აი მსგავსი ან განკითხვა რაღაცა წარმოიდგინეთ აი ყველაზე უკანასკნელს რაღაცას რომ
ნახავდა ხო ანუ ვიღაცას მაინც არ ქონდა ამაზე ის და აი როგორი ის ქონდა იცით რომ რასაც არ უნდა აი პრობლემა რაღაცა რო გეთქვა ხო არ არსებობდა რომ მას რეაგირება ამაზე არ მოიხდინა და ყველაზე მთავარი ისაა რომ არ არსებობდა რომ ეს პრობლემა არ მოგვარებულიყო რა და წარმოიდგინეთ ეხა აი მართლა ერის პრობლემებს და ერის გულს და სულს ტვირთულობდა და ეხა ჩვენ უნდა ვიტვირთოთ ის აუცილებლად ვილოცოთ ძალიან ბევრი რომ კარგად გვყავდეს იმიტომ რომ მის გარეშე მართლა გათენებაც აი ყველაზე რთული იქნება რა ზარი არის ეთერში თუ შეიძლება ისმეთ გისმეთ ხახი ხო და ქონია ხოლმე ესეთი პერიოდები რომ წარმოიდგინეთ ხა რომ მოვედიო ხანდახან ამბობდა რომ აი საერთოდ აი იმის საშუალებაც არ ქონდა რომ რაღაცა ის ქონოდა წარმოიდგინე ერთი პატარა რეზიდენცია ქონდა დღეს უბრალოდ ჩვენი ეკლესიის მიწები ტერიტორიები რამხელა ის არის და ერთადერთი წარმოიდგინეთ მასა აქვს ნათქვამით რომ ერთადერთი ეკლესიის მიწები და ტერიტორიები იქნება რომელსაც ვერ იყიდის ვერანაირი სხვა ერის წარმომადგენელი და ვერც სხვა აი წარმოიდგინეთ ხა რამხელა რაღაცა გააკეთა რა იმიტომ არის ხოლმე ხანდახან აი ეს ბოროტები რომ იმაშვებიან ხოლმე აი ეკლესიას ეს ქონება აქვს ის ქონება აქვს უწმინდესმა თქვა რომ მეო თან კი არ მიმაქვსო ეს ჩემი კი არ არისო ეს ერის არისო და ის ეკლესია ხო ყოველთვის დარჩება და ეკლესიის მიწები არასდროს გაიყიდება აი ნებისმიერი ტერიტორია დააკვირდით თქვენ სადაც დავკარგეთ ხო სხვა ერები იმ ტერიტორიაზე ჩვენ უფლებებს აღიარებენ ეკლესიურს შეიძლება პოლიტიკოსები არ აღიარებენ, მაგრამ ეკლესიას, სხვა ეკლესიას უფლება არ აქვს, რომ იქ არ აღიაროს, რომ ჩვენი არის ტერიტორიულად, წარმოიდგინეთ რა და აი ეს გააკეთა უწმინდა, აი რამხელა ის არის, რომ როგორ შეინარჩუნა ეს ყველაფერი, რომ აი ამ ძიმე ვითარებაში როგორ იარა ამ ადამიანმა, ხო? ზარი არის კიდე ეთერში ზარები არ წყდება, ძალიან დიდი მადლობა. აი მართლა ამხელა რაღაცას თესავდა ეს ადამიანი და თესავს რომ აი ესე ზარები და როგორ ტირიან ხალხი გისმეთ მოგესალმებით სულთანა გული თუ ერთები ყველა ვინც შემოვიდა პირდაპირ ეთერში და ღმერთმა დიდხანს ვიცოცხლოს და კარგად გვიყოფოს ჩვენი პატრიარქი ეჭვიც არ მეპარება რომ ძალიან ბევრ სულს შემოსულა პირდაპირ ეთერში და შინაგანად იმდენად ემოციურად განიცდის რომ ფიზიკურად არ შეუძლია შემოვიდეს უფალო დიდება იყოს შენი გენაცვლეთ დიდი მადლობა ძალიან დიდი მადლობა და მართლა თუ ვინმე აი ისეთმა ადამიანებმაც კი რომელიც აი ვერ წარმოედგინათ ხო იცი აი ძველი დროიდან მოყოლებული რაღაცნაირად სულ ღმერთს გმობდნენ და რაღაცა დღეს ვინც უფალს ადიდებს ძალიან დიდი დამსახურებაა ჩვენი უწმინდესი და უნეტარესი იმიტომ რომ აი სწორად და ისე მადლიანად მოიტანა ეს ყველაფერი ეს რელიგია ისე გააცნო იმ ყველას რომ მე არ ვიცი ჯერ აი მართლა გეუბნებით ნორმალური ადამიანი რომელიც ჩვენ უწმინდეს არ აღიარებდეს აი ნებისმიერი კონფესიის ნებისმიერი აი არ აქვს მნიშვნელობა მაგას ყველა ისეთი ადამიანები უბრალოდ ისეთი ადამიანებისგან გამიგია რომ აი რაღაცა სულ ყველას განიკითხავენ რაღაცა და რო ეტყვი უცბად აი ჩვენი პატრიარქია რაღაცა და იქ ჩერდებიან იმიტომ რომ ის მან შეძლო აი ამ თამასაზე ასვლა და აი იქ ზემოთ ყველაფერზე დადგომ აი ადამიანს გეზარი არის ეთერში და მე აუცილებლად ვიტყვი ერთად გისმეთ რა თელი ოჯახი ლოცულობს პატრიარქი კარგად მე პატრიარქმა თვითონაც თქვა დაკირებიდან გამრეცდა ასე გილებს დაი და გადავჭი პატრიარქმა გამართინა და მეც ლოცულობ თელი გულით გენაცვალეთ და მიყვარს პატრიარქი და მეც იმპაროლი და ჩვენ გვერდით ამინ ღმერთმა ქნას რომ სულ ყავდეს ეს ადამიანია რომლის ავტორიტეტიც ცდება საქართველოს კი არა საერთოდ ძალიან ბევრი ადამიანი ითვალისწინებს ძალიან და ძალიან ბევრი ადამიანი იმის გამო რომ ჩვენთან პატრიარქი ეგულებათ ხო რაღაცებს საქართველოს ვერ უშავებს და არ უშავებს ჯერ ღმერთი არის ჩვენ მხარეს როცა ესეთი ადამიანი გყავს
ძალიან მაგრადთან და ისე იმათ რომ გვიდგას გვერდში რომ იმიტომ რომ მას იცავს და მასთან ერთად რა თქმა უნდა მის შვილებს ჩვენ ყველას და გისმენთ ზარი არის ეთერში გთხოვთ დაიცადოთ გისმენთ გაითიშა ზარები არ ერთმანეთს მიყოლებით შემოდის ძალიან ბევრი ზარი და ეთყობა გადაიტვირთ და ქსელები და როგორი საოცარი ის ქონდა რომ აი არ არსებობდა რომ ჯერ თვითონ ადამიანი იყო ისეთი რომ ზარი არის ეთერში დიახ ალო დიახ ალო დიახ გისმენთ ის მოგესალმებით გენაცვალეთ გაიხარეთ ალო დიახ გისმის თქვენი ხმა მოგესალმებით გიორგი დიახ დიდი მადლობა გაიხარეთ პატრიარქს უსულებს ჯანმრთელობას უსულებს ყოვლისა ლოცულობს მისთვის წელი საქართველოს ლოცულობს ყველა მილოცობ და ძალიან კარგად იქნება მეც მჯერა იცი ხა დაიფარავს საქართველოსთან და პატრიარქთან მეთი შეეწიო ჩვენს უქმედეს დიდი მადლობა ჯერა მეც იცით ის არა ქვია როგორი ის არის იცით რომ რაღაცნაირად აი პატრიარქის გარეშე საქართველოს უბრალოდ რაღაცნაირად ვერ ხედავ რა მართლა მზე არის საქართველოსთვის ეს ადამიანი და ღმერთიც ხო ეგრე უყურებს რომ მაგიტომ არის რომ ამდენ ხანს აი პატრიარქი არის წმინდა იმ თავიდან ისეთი სუფთა ადამიანი არის და ისეთი პიროვნება არის რომ ის ყოველ დღე მზად არის ღმერთთან შესახვედრად ჩვენსავით არ არის რომ რაღაცა კიდე საპატიებელი მაქვს 200,000 ცოდო მაგრამ ღმერთს არ გაყავს და ამყოფებს ჩვენთან იმიტომ რომ ხედავს საქართველოში პატრიარქს და იმ ძალას ხედავს რომლითაც საქართველო ცხონდება თვითონ საქართველო და რა ვიცი მე მჯერა რა მიუხედავად იმისა რომ ესე უბრალოდ არ ველოდებოდით აი პატრიარქი არის ერთადერთი ადამიანი რომელიც ვერ წარმოგიდგენია რომ აი ვიღაცა ხო არის რომ ვერ წარმოგიდგენია რომ აღარ გეყოლება ამ ქვეყნად ხო ხო და ჩვენ ხა რატო ტირი ვართ ის წმინდა არის იმას არაფერი მაგრამ წმინდას ვკარგავთ და მაგიტომ ტირი ვართ ჩვენ არ ვკარგავთ რიგით ჩვეულებრივ ადამიანს მართლა წმინდა არის ეს ადამიანი და ღმერთო აი რავი თუ რამე მithonია ყველაზე ძალიან ეს სურვილი ამისრულე რომ ეს ადამიანი ყავდეს და დანარჩენი მე ზუსტად ვიცი რომ ყველაფერი კარგად იქნება ზარი-ზარზე არ წყდება მოკლედ და ჯერ მარტო აი ის რა დღის რომ აი გეფიცებით ყველაფერს აი ტელეფონზე კვირაში ერთი მინიმუმ 20 კაცი მაინც წერდა რომ შეგიძლია რომ აი სნეულებასა შინავარი იმაში რომ მოიხსენიოს პატრიარქმა დაალოცინო შეიძლება ის აი ვერ დგება ეტლიდან წარმოიდგინე და რამხელა იმედი იყო ხო ადამიანებისათვის და არის რა თქმა უნდა ზარი არის ეთერში გისმენთ გაგიმარჯოთ პატრიარქი გამოვა მეც მგონია აი რაღაცნაირად მგონია იმიტომ რომ ვერ წარმომიდგენია დამიყო კი მე ვარ პიჭო კი არ დამოვიწყება პატრიარქი დასმომი შეკვდება ჩემს სოქმეთი მოხდება საქართველოს განთლიანება და დაკოლებული ვარ მაგას რომ ეს მოხდება და ჩემს საქართველოს არ არის განთლიანებული მე თვითონ პატრიარქი გამოვამდე გენაცვალეთ კი მეც მჯერა და მეტად უფრო უნდა დავაფასოთ რა აი ეს არის რომ რთული არის ხე წარმოიგი ჯერ მტერი რო ხარ ასაზიზღარი ხარ მაგრამ მე პატრიარქის ტერი რო ხარ ხო ეს ხო არ არის პატრიარქი ასოცირდება საქართველოსთან საქართველოს ტერი ხარ ფაქტიურად ხო წარმოიდგინეთ რა და ზარი არის ეთერში კიდე მივიღოთ გისმენთ ალო გისმენთ გამარჯობა გაგიმარჯოთ ჩვენ პატრიარქ ჯანმრთელობას უსწრებს მალე გამოჯანმრთელებას და მე ვფიქრობ რომ ეს განსაცდელი არის ჩვენთვის საქმელი არის ზუსტად იმიტომ რომ უფრო მეტად ვილოცოთ დავეხიანდე მთელი საქართველოები და მე იმედი მაქვს 1%-საც არ უშვებ რომ პატრიარქი ჩვენთან არ იქნება ხალი არ დაგვაუძლებს ვფიქრობ რომ აღდგომას დიდი სიხარულით შევხვდებით ყველა ზუსტად პატრიარქი ისევ ჩვენთან იქნება და როგორც თვითონ ამბობდა რომ ყველაფერი კარგად იქნებაო ესე იქნება ზუსტად დიდი მადლობა გაიხარეთ თქვენ გაგახაროთ ხო ერთ პატარა ისტორიას გავიხსენებ რომ
ძალიან ბევრ ადამიანს ეხმარებოდა თითქმის ვინც ის ნეულებასაშინა იყო კიბოიანი ის ხო აუცილებლად ყველას მატერიალურად იმათ ძალიან გარდა იმისა რომ ლოცულობდა რა თქმა უნდა და ერთ ისტორიას გავიხსენებ აი კაი არ შემოუშვებ და მე გავიხსენებ მაინც იმიტომ რომ არვალოდ გისმენთ ალო გისმენთ დიახ ალო დიახ გისმენთ ეთერში ბზანდებით თქვენ ვაიმე აი რომ გავიგე იმახამ გადავედით უიდან არ არსებობს რომ პატრიარქი არ გამოჯანმრთელდეს ჩვენთან უნდა იყოს როგორ შეიძლება პატრიარქს რამე შეერქვას უნდა გამოჯანმრთელდეს ჩვენთან ერთად უნდა იყოს გენაცვალეთ აუცილებლად მეც მაგას ვფიქრობ უბრალოდ ვერ წარმომიდგენია მე თუ საქართველოში ამემ დამტოვა ხო ეს არის უწმინდესი და უნეტარესი ჩვენ იმიტომ რომ აცენეთ სულ ფიქრობდი ხოლმე რაღაცაეთ მეთქი აი რაღაცა ხო იცით ადგილს რო ვერ ნახულობ შენსას და აი ხა წავალ ხა რაღაცა ამ გადაცემაზეც პატრიარქმა მაკურთხა და პატრიარქის საათი არის ეს 2 საათი რასაც ეს ტელევიზია აკეთებს და გვითმობს და დიდი მადლობა ამისათვის და ყველაზე კაი ის არის რომ აი ამ ტელევიზიას ეგ აქვს კარგი რომ აქ რო ეკლესიას ეხება და პატრიარქს აქ ნომერ პირველი თემაა და უკვე იმის იქით არ არსებობს და იმიტომაც ვარ აქ უკვე 18 წელია 18 წლის წინ წარმოგიდგენთ აი 2008 წლის ომი რო იყო მაგის შემდგომ დავიწყეთ ეს გადაცემები და ის პატრიარქს ლოცვა კურთხევი და აი პატრიარქს ლოცვა კურთხევით რომ მიმყავს იმიტომ არის რომ აი ამდენი ხალხი რაღაცაეთ ესე შევიკრიბეთ და თან ვერაფერი ვერ ერევა თითქოს ამ გადაცემ ხო არის რაღაცა წვდება რაღაც თავდება ტელევიზიასაც აი წარმოგიდგენთ ხა ისეთი ტელევიზიები გაქრენ რომელიც რომ მოვედით ზენიტში იყვნენ საერთოდ და ჩვენ კიდე მოვდივართ და ისინი აღარ არიან აი ის ლოცვა კურთხევა და ის მოგყვება ის მადლი ის ნებისმიერი მღვდელი ჩემთან ვიც მოდის ყველაზე პატრიარქისგან მაქვს ლოცვა კურთხევა აღებული და აი ის მადლი არის რომ აი რაღაცნაირად ინარჩუნებს თუნდაც აი ამ ერთ სტუდიას მაგრამ ვინარჩუნებ და მადლობა უფალს რა და რა თქმა უნდა ის სიკეთე კიდე რასაც აი აქ რო ეკლესიას ეხება უკვე მორჩენილი არის ყველანაირი სხვა თემა და მადლობა იმიტომ რომ ეს უნდა გესმოდეს შენ და ეს ესმით აქ ხელმძღვანელობას და დიდი მადლობა აი უღრმესი ხა ილიას რომ მოვდიოდი დამირეკა ეგრევე რომ ისა ვქო მოდიო რა პატრიარქზე უცბად იმას ქენიო ჩემი პროდიუსერი ვინც არის ჩაჩიბაია ირმა დათო ესენი უდგანან მთელი გული დასული და მადლობა უფალს და მადლობა იმისათვის რომ აი ამის საშუალებას გვაძლევენ ჩვენ ეკლესიას მე ვარ აი ეკლესიის ჩათვალეთ წარმომადგენელი და ჩვენ გვიკეთებენ ესენი ყველაფერს და მადლობა ამას 2 და 3 და 5 საათს არც პატრიარქს და არც არავის არც ერთ რელიგიურ კონფესიას არსად არც ერთ ქვეყანაში არ დაუთმობენ. გამორიცხულია და აქ წარმოგიდგენ მეუფეები რომ მოდიან 2 საათი 120 წუთი აბა დასვი სასულიერო პირი როგორია რამხელა ქადაგებაა ხო? არც ერთ ტელევიზიაში არ არის ეგ აი საქართველოში ხო საერთოდ მაგრამ ისეც 20 წუთიანი ეთერები აქვს ნებისმიერ სასულიერო პირს მაქსიმუმ გაიკითხეთ სადაც გინდა. ესეთი რაღაცაა და აი აქ ესე მადლობა ღმერთს რომ არის ეს და გვაქვს ამის საშუალება და ამანაც გადაარჩინა აქ ამდენხას მოდის აი ამ ბრძოლი და ამ ყველაფერი და მადლობა ჩვენ უწმინდეს რა თქმა უნდა მისი ლოცვა კურთხევა არის ეს ყველაფერი და დიდი მადლობა იმისათვის რა და ზარია ესეთ ეს თუ შეიძლება გისმენთ ეხ სამწუხაროდ არის ბევრი ვალოდინეთ ბოდიშვიხტი და გაით შეხანახით რა სიტუაცია უბრალოდ აი ადამიანის დიცულოვნება რა მაშინ ქალბატონი ეთერი კაკულია თქვენ გემახსოვრებათ ყველას სიმსიმიანი რო იყო წარმოიდგინეთ უწმინდეს უთხარი რა რომ მეთქი სიმსიმე აქვს მეთქი და თუ შეგიძლიათ რომ მოიხსენიოთ მეთქი რა მაშინ იყო ძალიან ცუდად უკვე აი ბოლო ის იყო და რა მომიხსენიოსო ეხაო დაურეკეო და უთხარიო რომ მეო სახში წამოყვებიო და მივალო წარმოიდგინეთ რა და ურეკავ პატრიარქთან ერთად და პატრიარქი ეუბნება რომ ჯერ ჩემი არ დაიჯერა რომ მეთქი ხა უწმინდესი წამოვა მეთქი და ისა მეთქი რა ქვია თერი მეთქი რაღაცა დაგხვდი მეთქი რა და იმან არ დაიჯერა და მე ყურმელი გამომართა წარმოიდგინეთ რა და თვითონ თხა კი მართლა მე ვარო და მოვდივარო და წარმოგიდგეთ ნახევარ საათში ვიყავით ეთერისთან სახში და ეგ არ დამავიწყდა ამ ადამიანმა აი გადადებული იყო მაშინ იმის მერე 3 და 4 წელი იცოცხლა წარმოიდგინე ბოლოს რთულად იყო სიტუაცია და საშუალება არ ქონდა ხან ბილეთის ხან რაღაცა და წარმოიდგინე პატრიარქმა უყიდა ბილეთები ისრაელში გადასაფრენი და რამდენ იმასე ერთხელ როგორ მახსოვს მივედი და
ეთერის გამოგზავნის დიდი ვარდები ესეთი და ეს ვარდები პატრიარქს წაუღეო თან ისიც ძალიან უყვარდა იმასაც და ესე მეუნება რომ ეს ვარდებიო პატრიარქს წაუღეო საპატრიარქო ვარდებიაო სუფთაო რა და ეს ვარდები წაუღე უწმინდეს რა და უწმინდესო წაუღე უწმინდესმა გამომატანა თანხა რა მე და რაღაცა საჩუქრები ნუ რაღაცა ისა რა ქვია რომ ჩემგანო საჩუქრად ეხა ნახით უბრალოდ მე შემდგომ სტუმრები ყავს რა უწმინდესა თავისთან და უხსნის რა თქვენი საზრით სიყვარული რა არისო რა და ნუ ზოგმარ რაღაცნაირად ახსნა ზოგმარ რაღაცნაირად და ამ უწმინდეს უთქვამს რომ იცით რა არისო სიყვარულიო აიო ერთიო ჩვენთანო ერთი ადამიანი არისო რომელიც მძიმე სენს ებძვისო რა და უკიდურესად ბოლო მდგომარეობაში არისო მაგრამ აი ამ მდგომარეობაშიც კიო მე გავახსენდიო და ყვავილები გამომიგზავნაო რა აი ეს არისო ნამდვილი სიყვარული წარმოიდგინეთ რა აი რა მოიყვანა მაგალითად და აი და ეგეთი არის რატო შეამჩნია ეს აი როდის ამჩნევ შენ სხვის კარგს როცა შენ ხარ იგივენაირად კარგი რა და როდის ამჩნევ სხვის ცუდს როცა შენ ხარ იგივენაირად ცუდი რა აი წარმოიდგინეთ ეხა ნახე აი შეხედეთ უბრალოდ რომ თვითონ იყო ეგეთი რომ აი წარმოიდგინე აი ეხა ბოლო დროს როგორ უძლურებაში იყო და ყოველთვის აქედან პატარა ალექსანდრე რომ ყავდა და ის გადაუგზავნე რომ ნახეთ მეთქი რაღაცა და ეს ნახა და იქიდან ლოცვა კურთხევა გამოგვიგზავნა რაღაცა მე რაღაცა ვიღაცას რაღაცა დალოცვა რაღაცა უჭირდებოდა კიდე იმის იქით სხვაზე ზრუნავდა წარმოიდგინე აი ბოლოს წარმოიდგინე თვითონ როგორ იმაში და ჩვენ რაღაცა მატერიალურ რაღაცა ტკივილებზე ისეზე რაღაცა პირადზე რაღაცნაირად ველაპარაკებოდი და ამ ყველაფერს კიდე იტევდა წარმოიდგინე აი როგორი აი ესეთი არის ჩვენი პატრიარქი და ესეთი პატრიარქი ყავს საქართველოს და სულ უნდა ყავდეს რა ეს არის რა ვიცი ერთ-ერთი უდიდესი ისტორია დაწერა საქართველოს თუ რამით გადარჩა ხო დღეს ერთი ის რო ამბობდა ხო იცით ათეისტი რომ აი ღმერთი არ მწამდაო მაგრამო თუ გინდაო რომ ღმერთი იწამო გადახედეო საქართველოსო და მიხვდებიო რომ ღმერთი არსებობს იმიტომ რომ არა ღმერთიო ეს ქვეყანა რანაირად მოვიდა აქამდეო ვერავინ ვერ აღწერსო ამასო წარმოიდგინეთ აი რომ არა ღვთის სასწაულიო რა და ეს გააკეთა ჩვენმა უწმინდესმა რომ ესე მთელი ერი წარმოიდგინეთ მომართა ეკლესიისკენ და რამდენი ადამიანია დღეს მარხველი რამდენი მლოცვი რამდენი ტაძარი არის და რამდენი ტაძარში კიდე რამდენი ადამიანი პოვებს ნუგეშს ხო როგორია და აი ეს გააკეთა ჩვენმა უწმინდესმა რა იმ დღეს მამა ალექსანდრე ბოლქვაძესთან ვიყავი და 4 ტაძარი აქვს აშენებული წარმოიდგინე რა ერთ პატარა სივრცეში რა და წარმოიდგინეთ 4-ვე ტაძარში 4 თუ 3 ხო ამ ტაძრებში წარმოიდგინე ყველგან იყო წირვა დილას და ყველგან იყო ხალხი წარმოიდგინე ერთდროულად ну и კიდე პარალელურად ხო სხვა იმეებშიც არის წარმოიდგინეთ აი როგორი აი რამხელა სიკეთეები ხარ რომ არა ჩვენი პატრიარქი ხო ესეთი რაღაცეებს ხო სათავე არ ჩაეყრებოდა ხო როგორია რომ აი წარმოიდგინეთ ახლა აი რამხელა რამდენი ნუგეშია რომ აი მაშინ პერიოდი იყო უწმინდესი როცა შვილმკვდარი მშობლები ბევრი სამწუხარო ჩვენ და ამ ქვეყნად რაღაცნაირად დარჩნენ შვილის გარეშე ზოგს გარდაიცვალა ზოგს მოუკლეს ავი 1000 ისა რა ქვია პრობლემით და ამ ადამიანებს რა ეკნათ აღარ იცოდნენ თან რწმენაც იმ დონეზე არ იყო ზოგი სუიციდით მიმართავდა ზოგი რაღაცა და წარმოიდგინეთ პატრიარქმა ყველა თითოეულ მათგანთან წარმოიდგინე ადგა და პირადად მიღება დაიწყო მათი და ეს ხალხი დღეს წირვებზე დადის დღესაც წარმოიდგინეთ და აი ამათ გადაატანინა როგორია მაშინ აი პერიოდი რო იყო ხო ის ახალგაზრდა ბიჭები რო იხოცებოდნენ ანგელოზივით ხალხი ხო რაღაცა ისეთი 90-იანები და წარმოიდგინეთ აი ეს ადამიანები დღეს რო ცოცხლები არიან და დღეს რო სულდგუნლობენ პატრიარქის დამსახურება იქ წირვები დაუნიშნა იქ რაღაცა დღეს რო პატიმრები საპატიმროში რომ მღვდლები რო არ გიკვირთ ყველა რო სწორდებით რაღაცნაირად ყველა რო კარგად ხართ შემოდიან გაზიარებენ რაღაცა ესეც პატრიარქის დამსახურება დღეს რომ ემიგრაციაში ვიღაცა არის წარმოიდგინეთ იმაში რა ქვია სადღაც ბრიტანეთში და იქ რო სიტყვაზე კათოლიკურ ეკლესიაში არ დადის და მართლმადიდებლურში დადის ხო და ქართველი მღვდელი ხდება ეგეც პატრიარქის დამსახურება აი წარმოიდგინეთ რა ზოგს წარმოიდგინე ელჩი არ ყავს ამ ქვეყნებში წარმოიდგინე ჩვენ ყველგან ყავს თვითონ მღვდელი ჯერ ისე ჩვენ ამ მასშტაბით რა პატარა ვართ მე ბიუჯეტურათაც როგორი ის არის მაგრამ როგორ ვახერხებთ წარმოიდგინე მაინც რა აი როგორი ის არის და ეს ყველაფერი გააკეთა ჩვენმა უწმინდესმა და უნეტარესმა და ეს აუცილებლად ესე უცბად ჩვენ
ჩვენ წინაშე რაღაცა დღეს რომ გავიღვიძე, აი გლოვის ზარები კი არა, ჯერ ელემენტარ სოციალურ ქსელებს რო გადავხედე, მე ხალხს რო გადავხედე, არავინ აღარ იცინოთ. ჩვენი ღიმილი არის ეს ადამიანი და გეხვეწა აი ღმერთსაც თხოვ, რომ აი არ გაგვიქროს ეს ღიმილი რა ძალიან გთხოვ და ზარი არის. გისმენთ? გისმენთ? შემოგევლეთ თქვენ, შემოგევლეთ, დიდი მადლობა. წარმოიდგინე ადამიანი ლაპარაკობს, რომ მაშინ ძველი პერიოდი რო იყო, რომ წმინდესი რო გახდა, ხო, მაშინ მიჩენილი იყო, აი რასაც დღემდე რაღაცა ისა რა ქვია, ისე ბოროტულად რო იყენებენ. ხო, იცი სტრუქტურები რო იყო, რომ მიჩენილი იყო იქ რუსეთიდან, იმიდან, რომ პატრიარქისთვის ან თვალთვალი ეს ყოფილიყო და ტიპი ყვება შემხვდა რა შემთხვევით რა, რომ ისევ ნანოფო წარმოიდგინე მიჩენილები ვიყავითო რომ იცოდაო ეგ რასაც აკეთებდაო ძალიან ცუდათო კიდეო ესენაო სხვაგან მიგქონდაო და ბოროტულ ხაფანგებს უგებდითო და წარმოიდგინე გვეძახოდაო და საჭმეს გვაჭმევდაო აი როგორი არის და მე ზუსტად რა გამახსენდა ის და ის ნანობდა სხვათა შორის ის კაცი აი რამხელა საშუალება მქონდაო რომ პატრიარქთან მეკონტაქტაო როგორც პატრიარქთანო და მეო კიდევ და ისინი ჩამქონდაო მასზეო რა დასმენებიო როგორი არის წარმოიდგინე ძველ დროსო რა და აი ესეთი იყო პატრიარქი მიუხედავად იმისა რომ იცოდა რომ აი ის იყო მტერი და ამაზე კარგს არაფერს არ იტყოდა ხო წარმოიდგინეთ მოყავდა და შიერს არ ტოვებდა რა აი ხა ადამიანი რომ წარმოიდგინე ხა ადამიანი რო იცი რომ მიწას გითხრის და რომ მოყავს და მაინცო პატრონობ რა როგორია რა და აი ესეთი არის და როგორ მახსოვს ეხა შეკრებილი იყვნენ ქვემო ჟურნალისტები აი ამზადებენ ეკლესიის წინაშე რაღაცა ვითომ თავისთვის ხო იცი საცოდავად რომ შეიკრიბებიან და უნდათ რომ ვითომ რაღაც გამოაცხონ ხოლმე რა და ეს არის გამზადებენ რაღაც რეპორტაჟებს რაღაც აღარ მოხს რაღაც სკანდალური ის იყო ერთ-ერთი რა და პატრიარქმა ზემოთ ისა რა ქვია მაგათ მოშივდებოდათო და საჭმელი გაუგზავნა წარმოიდგინე და 2 თუ 3 დღე იდგნენ ქვემო და ყვებაო და აქედან წარმოიდგინე დედებს აცხობინებდა საჭმეს და ჩაქონდა დედებს წარმოიდგინე და ყვებაო და იმ ადამიანს ქვემოთ ვისაც ვინ სიუჟეტებს ანზადებდნენ რომ პატრიარქისთვის და ეკლესიაზე რაღაცა ლაქი მოეცხო და რაღაც ცუდი ეთქვა წარმოიდგინეთ აი ეს დონეა ეს ტკივა და აი ამას ვტირით და ესეთი რა იშვიათი ადამიანი რომელიც გაგვაჩნია ზარი არის ეთერში გისმენთ სამწუხაროდ ჩემთან ძალიან ბევრი ზარებია მაგრამ რაღაცნაირად ეთყობა თვითონ ტელევიზორთან ამასთან ახლოს არიან და უჭირს ხო და წარმოიდგინეთ აი რა სიტყვა აი კიდე ზარი ეს გისმენთ ალო გისმენთ დიახ ძალიან განვიცდით პატრიარქის მდგომარეობას. გენაცვალეთ თქვენ, დიახ. მე მით უმეტეს შვიდობის მომხრევა ერთადერთი საქართველოში. ამდეხა ჯერ ერთი რა იყო რომ გამაჩერეთ, ქვეყანა წინ მიძღვება. ისა რაღაც ქვია, რა მოუვიდა ჩვენ პატრიარქს. რა მოუვიდოდა ამ ხეცხალში ქართველები ყველა ნორმალური კი არ არის მადლობა გენაცვალეთ თქვენ მადლობა დიდი რთული სიტუაცია არის ძალიან რთული სიტუაცია არის და წარმოიდგინე ეხა ათასობით რაღაცა შეიძლება გაიხსენო პატრიარქთან მაგრამ ყველაზე მაგარი ეგა აქვს რომ მოწყალე არის ძალიან აი ეხა ქვემოთ ხო რაღაცა პრობლემები არის და სულ ყველა რა სტილობს იცით რომ პატრიარქს მიაწვდინოს ხმა რომ იცის რომ პატრიარქს თუ მისი ხმა მიწვდა ეს პრობლემა მის დადებითად გადაწყდება მისთვის რა აი რაც არ უნდა ცუდ დღეში იყოს ადამიანი აი ღმერთივით არის ეს კაცი რა, აი წარმოიდგინეთ, ეგეთი როგორ უნდა იყოს, წარმოიდგინე რომ ყველა ცდილობდა რომ მოდი რა გეხვეწებით იქნება პატრიარქმა გაიგოს და უბრალოდ ეხა აი მიახლოვეთ თქვენ რომ ნახოთ ის თხოვნები უბრალოდ აი რაზე, აი აბსოლუტურად ზოგი საერთოდ არც მივიდოდა. ისეთი თხოვნები დაუკმაყოფილებია რომ საერთოდ როგორ თხოვ ეს ეგეთი რაღაცები მიკვირს კიდევაც, მაგრამ აი ეგეთი არის ღმერთივით იყურებოდა. წარმოიდგინეთ და იყურება კიდევაც ამ აპატიეთ ესე რომ ლაპარაკობ ზარი არის ეთერში გისმენთ? ალო გაითიშა სამწუხარო და ეს გააჩნია ჩვენ პატრიარქს რა
გისმენთ? ზარი არის ეთერში. გისმენთ? ალო. ალო, გისმენთ. გისმენთ, გენაცვალე, გისმენთ. გაითიშოს მაშინ რა ვქნა. ვერ იმაშვება და. გისმენთ? აი. ხოდა. გისმენთ? გისმენთ? ეთერში ბრძანდები. ხო, კარგი. მადლობა უფალს ყველაფრისთვის. შემოგევლით. მადლობა უფალს ყველაფრისთვის. კიდევ ერთხელ ვიტყვი და მადლობა გიორგი შენ, რომ შენ შეგიძლია ეს ყველაფერი და შენი მეუხებით ხდება, რომ მიაწვდინო ყველა ადამიანს, ხმა. მე მადლობელი ვარ ამისთვის და ჩვენი პატრიარქი მე მჯერავ 100%-ით რომ გამოვა ამ მდგომარეობიდან. აუ მეც მჯერა და პატრიარქი კიდევ გვიშველის, კიდევ მოგვეხმარება და აი ჩემი საქმელი რო თქვი ჭეხან რომ ოდნავ მიწდესო პატრიარქო ხმაო და ის იწში მოგეხმარებაო ეს ჩემ თავზე გამოვცადე და მე ვიცი რომ პატრიარქი არის ჩვენი ისეთი პატრიარქი რომ სოფლიო პატრიარქი აღიარებული არის და აფასებს ყველა ჩვენ ბევრი ვერა, მაგრამ ეხლა დღეს, დღევანდელი დღიდან გამომდინარე ვიტყვი რა. ეკლესია გადარჩა მარტო ტყიბულში. ეკლესია დგას, განარჩენი წავიდა კურსები, სოფელი აღარ არსებობს და ხომ გჯერავთ ხალხო, რომ ეკლესიის მესოური, ჩვენი პატრიარქი არის, რომელიც მიგვიყვანს ბოლომდე. და მე ვეხმარები და მინდა ლოცვით და რა ვიცი დიდება უფალს სულ ლოცვებში ვარ რომ პატრიარქი გადარჩეს და ღმერთმა ყველა ქართველში აგლებინოს კიდე მასე ლოცვა მთელი გულით და სულით. გენაცვალე სხვათა შორის მადლობა და მადლობა. დიდი მადლობა თქვენ ძალიან ბევრი მეგობარი მყავს მამაოც თვითონ დედაოც ხორს მონასტერია მან და წარმოიდგინეთ ხარა რა ხდება რომ ადამიანები როგორ აი მოვიკითხა მთელი გული და სულით საოცარი ადგილია თან ხალხი ცხოვრობს ძალიან ლამაზი ხალხი ცხოვრობს ძალიან ბევრი მეგობარი მყავს მამა იოსებიდან გამომდინარე და ისედაც აი სასწაული ხალხი არიან და წარმოიდგინეთ რომ რა მოხდა რომ ეკლესია გადარჩა მარტო ის მონასტრის ადგილი აი მყიბულში ეგრევე გელათის ტაძარს გაცდებით თორე ეგრევე სადაც 2 კილომეტრში არის უკვე ეგ სხვა ეპარქიაა რა და წარმოიდგინეთ იქითკენ მთლიანად გაიხსნა ეს მიწა ხო მეწყერი ჩამოწვა მთლიანად და მარტო მონასტერი გადარჩა წარმოიდგინეთ აქეთ იქიდან გაუარა და ეს დარჩა ეს ადგილი, აი როგორი სასწაული არის და როგორი შენაში ღვთისმშობლის ძალიან ბევრი სასწაულები ხდებოდა მაგ მონასტერში და მაგ ადგილას და რაღაცნაირად დაიცვა ის და რა თქმა უნდა ადამიანებიც გადარჩნენ და დაიცვა ის ადამიანები იმ მონასტერმა ზუსტად და მადლობა ღმერთს რომ რაღაცნაირად ისე და ვიზიარებ იმ წუხარებასაც რა ვიცი ბევრ ადამიანს ძალიან რაღაც ზოგი ქუჩაში დარჩა და რა ვიცი მაგრამ აუცილებლად იმედია რომ ყველაფერი იქნება კარგად და გისმენთ ზარი არის ეთერში გისმენთ მოდიხამდი გიორგის უცხოელო გენაც მერედრები ხოსრო მოდაგვიშიო საჯანმრთელოს ბინსა გამოგიჯანმრთელოს უფალმა ამინ გენაცვალეთ დიდი მადლობა ძალიან დიდი მადლობა ეხა იმ დღეს ერთი ყვებოდა რომ აი წარმოიდგინეთ ხა აი პატრიარქი როცა არის ხო აი რაღაცა პრობლემაზე რომ მიდიხარ ისეთზე აი ან მატერიალური რაღაც ისეთი რო გაქვს რაღაც ყოფითი პრობლემა რო გაქვს ხო იცი აი რაღაცა იმდენად ზემოთ არის და რაღაცა რომ აი გერიდება კიდევაც ისეთ თემებზე საუბარი რა ეხა პრობლემა რო გაქვს რა თქმა უნდა მიდიხარ ეხა ზოგი თანამდებობის პირი იყო ზოგი საზოგს იჭერდნენ ზოგს უშვე რა ვიცი 1000 პრობლემა იყო და მიდიოდნენ ეს ხალხი აწუხებდნენ ხო იცით ეხა როგორც ხდება და ზოგი ხდებოდა ზოგი წერილსაც რაღაც მაგრამ სულ გერიდება იმიტომ რომ არ არის ამ ქვეყანად ეს ადამიანი რა და აი ამის მჯერა რომ აი ზუსტად ესე გადაგვარჩენს აუცილებლად იმიტომ რომ პატრიარქი რო არ იყოს აი ფიზიკურად აი უბრალოდ ვინ უნდა იყოს აბა მაშინ ვთქვათ და მათ ჩერდები წარმოიდგინეთ რა აი ესეთი რაღაც აუცილებლად ღმერთო დიდხანს გვყავდეს ზარი არის ეთერში ჩემფინ მაგეს მეგო ჩემო კაი ხალხო გისმენთ ჩემფინ წარმოუდგენელია მაგე ჩემფინ ხელა პატივია დადებული ჩემფინ როიმას საქართველოსი ვინმე ვერი ჩემფინ ხელა პატივი დადო ო დიდი პატივი დადო დიდი მადლობა მაგან მომიგონა ფილმი იმიდან თქმალიდან შენ გენაცვალე
შენგენაც აი ზუსტად ის გაიხსენა ომის პერიოდში, როცა ისა რა ქვია, არავინ და ვერავინ რო ვერ შედიოდა, მაშინ წარმოიდგინე დახმარება მე დამქონდა. სხვათა შორის აი მაგ სიარულის ის იყო, რომ მე აქ მოხვდი ამ ტელევიზიაში სხვათა შორის და პატრიარქის დამსახურებით წარმოიდგინეთ შვილი, აი წარმოიდგინეთ რას ამობს კაცი, რომ შვილი მაშინ გადმოასვენეს პატრიარქის დამსახურებით რა როგორ მახსოვს იმ ჯარისკაცებს და იმას რუსებს როგორ აი რაღაცა თავი დაიმცირა და მივიდა და ყველას აბსოლუტურად საჩუქრები ჩაუტანა წარმოიდგინე და თუ შეიძლებაო რომ რაღაცნაირად ისა და ჩვენი მიცვალებილები რომ გამოგვაყვანინა მაშინ და მაშინ ყველა ვინ იყო აბსოლუტურად არც არავინ აღარ იყო არავინ არ ჩანდნენ რიგები იდგა სხვა ქვეყნის საზღვართან და პატრიარქმა წარმოიდგინე რა გააკეთა და იმ სასულიერო პირებმა და იმ მონასტრებმა ეკლესიებმა ზუსტად დღეს რო ადამიანები ამბობენ ზედმეტიაო მონასტრებს და ეკლესიებს შეაფარეს ომის დროს თავი და ის დედები უცხოვდნენ ატენის სიონში და იმაში იმეს პურს და იმას ომიდან გამოქცეულ ადამიანებს და ესენი პატრონობდნენ და მე გადაქონდა კიდევაც იქ და იმაში თუ გახსოვთ თქვენ ყვითელი ავტობუსი დადიოდა წინ ესეთი დიდი ხატი იყო ხოლმე და იქ გადაქონდა ეს ჩვენ ყველაფერი ეს პროდუქტი და ხახი რო ჩავიდოდით ხოლმე ამ პროდუქტით წარმოიდგინეთ სიბნელე და რო იტყოდი საჭმელი მოვიტანეთ და შუქები ეგრევე გამოვიდოდნენ ხოლმე და საჭმელა წარმოიდგინე აი ეს პერიოდები აქვს გადატანილი მაშინ სად იყო ვიღაცა ვინც დღეს შეიძლება პატრიარქს განიკითხავს ხო და რაღაცა არა ხო უნდა ყველაფერს დანახვა ხო ზარი არის ეთერში გისმენთ ალო გისმენთ აი მე თვაგარგათ ამ დითხავს იყოს შენი ჭირიმე ხოდა ერთი რამე შეკითხვა მაქვს ჯიგარო სხვა აი ბოთლები რო გადაყარეს პლასმასსა სოფლიომ რა უნდა ქნას სიმოწელად ყავს ვადა პლასმასის ტრუბები თროსვა კარგით გაიხარეთ ვა მე მგონი თითქმის თარდება ის გადაცემა, მაგრამ ზარებს კიდე მაინც ერთი ორ შემოუშვებ აუცილებლად და კიდე ამინდოდა მეთქვა რომ მაგასთან დაკავშირებით რომ პატრიარქს აქვს ეს ის რომ აი ჩვენ ახლა რა უნდა გავითვალისწინოთ რა აი პატრიარქის შვილობა რო გინდა და აი პატრიარქის ის რო გინდა რომ აი რაღაცნაირად წარმოაჩინო რომ აი შენ პატრიარქი აი შენი საქციელი არის ყველაზე მისთვის დამახასიათებელი რა როგორ მახსოვს დაბადების დღეს და იმაზე იმ დიდარი ხალხი რომ ამოვიდოდნენ რაღაცებს აჩუქებდნენ ხოლმე ისეც ხო და სასეუნებოდა იცი ჩემს სახელზე გაჭირებულებს დაურიგეთ წარმოიდგინე რა პატრიარქი რა თუნდოდა ხა რა უნდა გეჩუქებინა რომ გაგეკვირვებინა მაგრამ აი წარმოიდგინეთ აი ესეთი ის ქონდა რა და ყველაზე მაგარი რა იყო იცი რა აი პატრიარქი იყო წარმოიდგინეთ ხანდახან სადღაც სნოში რაღაცა ოჯახში მიუყვებოდით ხოლმე და ვიღაცა გამოვიდოდა როგორც პატრიარქს კი არ ელაპარაკებოდა ირაკლი ესე ეძახოდნენ და ამისთვის მისაღები იყო კი ჩვენ რაღაც აქენა რო იმაშვები ხო ბიჭო პატრიარქს ნორმალურად ელაპარაკი საერთოდ რეაქცია არ ქონდა წარმოიდგინე აი ეს უბრალოება აი ეს ადამიანი გისმენთ გამარჯობათ გაგიმარჯოთ პატრიარქს უშუალოდ გამრხელობას ხო და ბოდიშ თქობ რომ არ გაუგონეთ ელიქ საკითხებში უფალ ხო ვაპატიოს და პატრიარქს მისცეს დრეგრძელი ცხოვრება. ამინ. ამინ. გაიხარეთ, მადლობა. ამინ, დიდი მადლობა. რამდენჯერ მოწამლეს, რამდენი პრობლემა შეექმნა, ხა ის რაც ჭირს, ხო? რა თქმა უნდა, მოწამლისაგან და იმისგან ჩდება და მე კიდე იმის იქით კიდე რამდენი მტერი მოილია, რამხელა და ეს თავის მოთმინებით, რუდუნები და ღმერთთან ერთად. კითხვა კიდევაც და თვითონ ამბობს კიდევაც, რომ აი ეს მგონია რომ პატარა ბავშვი თუ ხელიო აქვს ღმერთსო ჩაჭიდებული და ესე დავყავარო რა და მართლა პატრიარქთან ერთად ჩვენი ღამეც მზიანი იყო თუ გახსოვთ დაარქვა მას რომ აი ჩემი პატრიარქობა არისო მზიანი ღამეო რა და აი ღმერთს თქო რომ ძალიან დიდხანს იყოს და გთხოვთ რომ აუცილებლად ილოცეთ ყველამ აუცილებლად რომ ვიცი რომ ისეც ლოცულობ ჩემი თხოვნა არ გინდათ იმიტომ რომ არ იყოს პატრიარქი ვერც კი წარმომიდგენია უბრალოდ საქართველოს ადაემართა ერთი დიდი შუქი
ჩაქრება, რომელსაც მართლა ვეღარავინ ვეღარ გაანათებს და იცით რა ხელა პრობლემა მოყვება მე და ეს რა სასჯელი იქნება კიდე პატრიარქი რომ ჩვენ გაღმერთმა წაიყვანა, ეგ კიდე ცალკე დასაფიქრებელია, მაგრამ ღმერთი არ გაგვწირავს რა. აუცილებლად ვიცი რომ არ გაგვწირავს და ღმერთი ჩვენ პატრიარქს ამყოფებს ჩვენთან და მადლობა ჩემო პატრიარქო რომ ხარ რა, მადლობა იმისათვის რომ ესეთი ყველასი ხარ და რაღაც კონკრეტულად 1 და 2 ადამიანის არ ხარ, რასაც სულ ყოველთვის აი ამას ქმნიდნენ და თვლიდნენ პრობლემად, რომ აი ჩვენსკენ იმისკენ არა, პატრიარქი არის ყველასი და აი გარი მისი ყველაზე დიდი ღირსება ღმერთივით არის, ყველასია. იუდასიც, იმისიც, ყველასია პატრიარქი, ყველას განისის და ყველაზე მაგრა ყველასი ტკივა. აი ეს არის ჩვენი პატრიარქი. კარგად ზანდებოდით, აუცილებლად დაგიბრუნდებით მამა დავით ციცქიშვილთან ერთად კიდე განვაგრძობთ საუბარს დროებით არ გადართოთ და ის შემოვალ ზუსტად სარეკლამო ჭრის შემდგომ.